საღამომშვიდობისა უყურებთ ქრონიკას 20-ზე მე ხატია კვათაძე. უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსური შეთანხმება 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში, როგორ დასრულდა პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი. შალვა პაპუაშვილის ვიქტორ ორბანთან შეხვედრა დასრულებულია, პარლამენტის თავმჯდომარის და დელეგაციის უნგრეთში ვიზიტი გრძელდება. ქრონიკა ბუდაპეშტიდან. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და ქვეყნის მოწინააღმდეგეთა კამპანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რას გადაწყვეტს სტრასბურგი. ლიბერალური ფაშიზმის საზღვრებს გასცდა ვინ მართავს პროცესს. დიპლომატიური პასპორტი თუ ვიზოთ მიმოსვლა შეჩერებულია, შანტაჟის გაგრძელება, რომელსაც ეფექტი არ აქვს, მმართველი გუნდის შეფასება ბრიუსელის ნაბიჯთან დაკავშირებით. რას ნიშნავს საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენება? ზურაბიშვილის მოწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილი საერთაშორისო პრესაში. საქართველოს 6 მილიარდის ინვესტიციას მიიღებს. ამ შედეგით დასრულდა პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი. უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსური შეთანხმება ემარ ჯგუფთან შედგა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს საქართველოსთვის მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გულისხმობს, რაც როგორც ტურიზმს, ისე ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება. საქართველოს მთავრობას და ირაკლი კობახიძეს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა ემარ ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა. აბუ-დაბიში საქმიან ვიზიტებს ესწრებოდა მეგი ნარსავიძე. ისტორიული მემორანდუმი და 6 მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია ემართან მემორანდუმი გაფორმდა. აბუ-დაბიში გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად საქართველოში 2 პროექტი განხორციელდება. თბილისსა და აჭარაში. ემარ ჯგუფი დაკავებულია სწორედ ცნობილი პროექტების განვითარებით. მათ შორის ერთ-ერთია მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფას ცათამბჯენი, რომელიც დუბაიში მდებარეობს. ინვესტიციის მოცულობა და მასშტაბები საქართველოსთვის უპრეცედენტოა. ეს არის 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს კომპანია, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება საინვესტიციო მიმართულებით. ეს არის ცნობილი ემარ ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს ინვესტორებს, სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში. ეს თბილისის და ბათუმის ეკონომიკების დაახლოებით 2-3%-იან ზრდას მოიაზრებს წლის განმავლობაში, ანუ რეალურ ეკონომიკურ ზრდას, რაც რო წარმოვიდგინოთ მთლიანი ქვეყნის ეკონომიკის 1.5%-იან ზრდას მაინც გულისხმობს. რამოდენიმე მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამ პროცესში ჩართული იქნება ქართული კომპანიები. ეს არის გლობალური საინვესტიციო კომპანია, რომელიც ახალ ბრენდს, ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მიმართ არის გამოხატული მაღალი ნდობა. საქართველოს მიმართ ინტერესი რომ დიდია, ამაზე ემარ ჯგუფის დამფუძნებელი საუბრობს და აქვე აქცენტს აკეთებს ჩვენი ქვეყნის მზარდ ეკონომიკაზე. ის ფაქტი, რომ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა, ჩამოვიტანოთ ჩვენი ცოდნა და ჩავდოთ ინვესტიცია მასშტაბურ განვითარებაში ბათუმსა და თბილისში, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში აღვაფრთოვანებს აქაური ენერგია, ეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით. მსგავსი მასშტაბის პროექტები ადგილობრივ ეკონომიკაზე მასშტაბურ გავლენას ახდენს. ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება არის ის საკითხები, რაზეც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს. ორდღიანი ვიზიტი, რომელიც საკმაოდ დატვირთული იყო, გუშინ დაიწყო. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მინისტრი დახვდა. პრემიერის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტს და ტოლერანტობის მინისტრს.
ქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან და განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი მსჯელეთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით გამოიკვეთა კონკრეტული ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმავოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის ქვეყანა და გარდა ამისა, სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის გაძლიერდეს კავშირები, იქნება ეს კულტურული, განათლების სფეროში თანამშრომლობა, ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა. შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტები, სადაც ჩართულია აბუ-დაბის სპორტების ჯგუფი. სწორედ ამ კომპანიის აღმასრულებელ და მმართველ დირექტორს შეხვდნენ დელეგაციის წევრები. აბუ-დაბის სპორტების ჯგუფი საქართველოში ჩართულია შუა დერეფნის განვითარებასა და თბილისის მშრალი პორტის პროექტის განხორციელებაში. აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში შეხვდი კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ-შამისის, სადაც ნაყოფიერი დისკუსია გაუმართეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საზღვაო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განვიხილეთ პარტნიორობის განმტკიცების გზები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის, როგორც რეგიონული დისტრიბუციის იდეალურ ჰაბზე და ვაჭრობის ფართოქსელებთან მნიშვნელოვან კავშირზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სექტორებში ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კვლავ გაფართოვდება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა გააცილა. ისტორიული მემორანდუმი, რომელიც აბუ-დაბიში გაფორმდა, ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის კიდევ უფრო სანდოს და საიმედოს გახდის. ქართული დელეგაცია კონკრეტული ხელშესახების შედეგებით ბრუნდება. უპრეცედენტო ინვესტიციის შედეგების განხორციელება კი ქვეყანაში უახლოეს ხანებში დაიწყება. როგორც უკვე აღნიშნე, მეგინ არსავიძე აშუქებდა პრემიერ-მინისტრის საამიროებში ვიზიტს და იმ შეხვედრებს, შეთანხმებებს, რაც გაფორმდა ამ ვიზიტის ფარგლებში. ის ახლა უკვე დუბაიშია და გვერდდება პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა ხელშესახები შედეგით და საქართველოს სახელშეკრულება გაფორმდა მემორანდუმი იმ ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიასთან, რომელსაც უკავშირდება საკმაოდ ცნობილი პროექტები, მათ შორის ერთ-ერთი არის დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას შენობა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დუბაიში და ველოდებით, რომ ეს შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებში. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია MR ჯგუფი, რომელიც სწორედ მსოფლიოში ცნობილ პროექტებზე მუშაობს და როგორც უკვე მოისმინეთ, ხელშეკრულება გაფორმებულია, 6 მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში და ვიზიტი დასრულდა შესახები კონკრეტული შედეგით. ახლა ჩვენ ველოდებით იმ შთამბეჭდავ კადრს, რომელიც სულ რამდენიმე წუთში იქნება და ბურჯ ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდება. მადლობ მეგი, ეს მეგინ არსავიძე იყო. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, ეს მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტების განსაშელია. ახლა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი კი ექსტრემისტი ოპოზიციის შესახებ საუბრობს. სწორედ ასე აფასებს თია წულუკიანი მოთხოვნის ავტორების კეთი ქარდავა გვერდება სტრასბურგიდან. ის ახსნის უფრო ზუსტად რა პროცედურაა წინ. ამ წუთებში საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილავენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, კერძოდ იმ ანგარიშს, რომელიც მოამზადეს დამკვირვებლებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს. გამოვიდა სიტყვით მომხსენებელი დელეგაციის ხელმძღვანელი, ასევე მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი და დებატები გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში ექნება შესაძლებლობა თია წულუკიანს, რომელიც პირველად ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. დღეს თია წულუკიანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი იმის, რომ უფლებამოსილების არ აღიარება მოხდეს და შეეცდება ის, რომ დაარწმუნოს კოლეგები ამაში. ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არჩევნების ხელმეორედ ჩატარების აუცილებლობას საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს. რაც შეეხება პროცედურებს,
მას შემდეგ რაც ეს საკითხი დადგა დღეს სესიაზე გახსნისთანავე გადაეცა ეს თემა განსახილველად მონიტორინგის კომიტეტს და წესების კომიტეტს და მათ მოსაზრების მოსამზადებლად მიეცათ 24 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი მზად უკვე ხვალ დილისთვის იქნება. ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით საპარლამენტო ასამბლეის წევრმა გაასაჩივრა. სესიას წინ უძღოდა ქართული ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმადაც ისინი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ევროპის საბჭოს მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ითხოვენ. ოპოზიციის წერილთან ერთად ანალოგიური შინაარსის ორი სხვადასხვა მდგომლობის ავტორები ევროპელი კანონმდებლებიც იყვნენ. საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული პარლამენტია და მხოლოდ ქართული ოცნებითაა წარმოდგენილი. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, რომ მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ. ეს არის საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრება არსებითი საფუძვლებით. თქვენს გასაჩივრებას მხარი უნდა დაუჭიროს სულ მცირე 30 წევრმა, სულ მცირე 5 ეროვნული დელეგაციიდან. ასამბლეის წევრებმა დარბაზში დაადასტურეს მანდატების ცნობის გასაჩივრება და საკითხი დებატების გარეშე მონიტორინგის კომიტეტს გადაეცა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს და არა არასწორ აღქმებს. საქართველოს ინტერესებშია ევროსაბჭოსთან მუშაობის გაგრძელება, ასეთია მართველი გუნდის პოზიცია. წარმოუდგენელია ვინმე გააყალბოს არჩევნები, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის არის ასეულ ათასობით ხმების სხვაობა და ბევრი სხვა ისეთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად გვამყოფებს. ევროსაბჭო სჭირდება საქართველოს, საქართველოს სჭირდება ევროსაბჭო, ეს არ არის ევროკავშირი, ეს არის ევროსაბჭო, სადაც ჩვენ თითქმის 30 წელია ვართ საუკეთესო წევრები, საუკეთესო მოსწავლეები, თუ გნებავთ ეს სიტყვა გამოვიყენოთ და ასეც გავაგრძელებთ, თუ იქნება ეს მათი ნება. ჩვენ სამომრჩეველს, რომელიც 1,200,000 ადამიანია, ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეთ. ოპოზიციის წევრები სტრასბურგში სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი აზრით ასამბლეას გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება. გადაწყვეტილება როგორც არ უნდა იყოს ევროსაბჭოს მხრიდან, ეს უკვე ძალიან მძიმე შედეგი არის საქართველოსთვის პირდაპირ გეტყვით. ჩვენი ამოცანა არის, რომ უბრალოდ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გამოსავალთა მიმართებაში, რომელიც არის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ქართველმა კანონმდებლებმა დღეს ევროსაბჭოში თქვეს, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას ხელისუფლება არ აპირებს. პოზიცია მტკიცია. არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, არავითარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ იგეგმება და რომ ჩვენ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც თანამშრომლობდით თითქმის 3 ათეული წლის განმავლობაში და რომ არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას საქართველოს წინააღმდეგ ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს და მისი დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით არ დაეთანხმება და არ შეეგუება. ნახოთ რა გამოვა. რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის. სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის უპრეცედენტო მობილიზაცია მათი. მათ ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ არგუმენტებზე და ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სწორედ არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, განსხვავებით იმ აბსურდული ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული ინფორმაციისა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე 3 თვის განმავლობაში არის მცდელობა ამ არასწორი აღქმების შექმნასთან დაკავშირებით. სტრასბურგში დებატები და კენჭისყრა 4 შაბათს შედგება და უფლებამოსილების ცნობის საკითხი 29 ნოემბერს გადაწყდება. იქცევა თუ არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კონკრეტული ჯგუფების ხელში იარაღად. ორგანიზაციამ უნდა გადაწყდეს რამდენად თავსებადია საქართველოს ინტერესთან და თუნდაც თავად ევროსაბჭოსთან არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის ლობირებული მოთხოვნა. ის რომ ახლა საქართველოსთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე შეიძლება ფიქრობდნენ ორგანიზაციაში, სადაც საქართველო ითხოვდა წლების განმავლობაში რუსეთისთვის მანდატის შეჩერებას, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ბევრის მთქმელია. ვის და რას ებრძვის ქართული ოპოზიცია? სოფო ბერიძის სიუჟეტი.
ქართული ოცნების სადმე რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ჯდომა მიმაჩნია ქვეყნის ინტერესების დაზიანებად. ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკური ერთობაც ელექტორატის მხოლოდ 11%-მა აირჩია და ებრძვის პარტიას, რომელსაც ნდობა ამ უმრჩევლის თითქმის 54%-მა გამოუცხადა. საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები არ მალავენ, რომ ამაყობენ იმ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯით, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგეს. ანუ მოთხოვნით შეუჩერდეს საქართველოს მანდატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. საქართველოს არ წარმოადგენს ქართული ოცნება. ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროვნული ძალის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება არათუ გამართლებული, არამედ მისასალმებელია. ის რაც ოპოზიციისთვის მისასალმებელია, ხელისუფლებისთვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, რაც დიდი ხანია ქართული ოცნების ოპონენტების ხელწერად იქცა. მთავრობის მეთაური დარწმუნებული, რომ ოპოზიცია საქართველოს მტრების დაკვეთით მოქმედებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ქვეყნის დაზიანებას ვერავინ შეძლებს. ჩვენ ვიცით, რომ მათი მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, თუმცა ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს ძალიან მოთხ წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაშიც მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რემეზიანი მიაყენონ, არის რა თქმა უნდა განწირული წარმატებლობისთვის ესახება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის გარეთ. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომელსაც ჩვენ ვეძახით ოპოზიციას, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს არ არის მათი ახალი, ასე ვთქვათ, ქცევის ფორმა. ასე იყო ყველა ნაბიჯის წინ, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახთან ახლოვებდა. ამიტომაც არის, რომ პირველი განმდებელი ოპოზიციას მარიონეტებს ეძახის. შალვა პაპუაშვილს სჯერა, რომ ოპონენტების მიერ ევროსაბჭოში გაგზავნილი წერილიც ქვეყნის არაკეთილმოსურნეების დაწერილია და წუხს, რომ ევროსტრუქტურების რეპუტაცია შესაძლოა ვიწრო პარტიულ ინტერესებს შეეწიროს. თბილისში ისიც კარგად ახსოვთ, როგორ ითხოვდა წლების განმავლობაში ქართული ოცნება ევროსაბჭოში რუსეთისთვის მანდატის შეჩერებას და რა პასუხი ჰქონდა მაშინ ამ კონკრეტულ ევროსტრუქტურას. ჩვენი ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ქცეული არის შადიმანებად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და რაც თავარია, ყველაზე პრობლემური ის არის, ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, ეს არის მათი ასე ვთქვათ, გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები. მეორე, რასაც ჩვენ ხედავთ, კიდევ არის სამწუხარო ტენდენცია, რომ ხდება საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენ ხედავთ, რომ ამის რისკია, რომ საპარლამენტო ასამბლეა როგორც დიალოგის ფორმატი აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოს დელეგაცია აყენებდა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს გამოდიან საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, ეს ადამიანები წინააღმდეგნი იყვნენ, რომ რუსეთისთვის შეეჩერებინათ უფლებამოსილება. ამიტომ აქ უკვე არათუ ორმაგ სტანდარტზე გვაქვს საუბარი, არამედ საერთოდ ასე ვთქვათ, სამართლიანობის პრინციპების სრულიად წაშლა ხდება. ვიდრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე ოფიციალური თბილისი იტოვებს იმედს, რომ ასამბლეის წევრები ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ევროსაბჭოს იარაღად გამოყენების მცდელობას არ აყვებიან. ნაცნობი სცენარით და ნაცნობი გზავნილებით მობილური ტელეფონით ხელში მოქალაქის სახელით საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი განცხადებებით ამჯერად სტრასბურგში დახვდნენ. სად გადის ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფაშიზმის ზღვარი, რომელიც საქართველოს ფარგლებს კიდევ ერთხელ გასცდა. ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტი. მონახართ გენაცვალე, როგორ ძანდები? ის რუსეთის ბიზნესი, ჩემო სიხარულო. როგორ ძანდებით? ვერ მიცანით მე? ვერა, სამწუხაროა. მე საქართველო. თქვენ რუსეთის არა, ჩემო კარგი. მე ვარ საქართველოს. თქვენ ვარ. ბრძოლა ფაშისტური მეთოდებით რადიკალების მხრიდან გრძელდება. ხელწერა იგივეა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ეგრეთ წოდებული აღშფოთებული მოქალაქე, ქართული ოცნების დეპუტატს დაზეპირებული მესიჯბოქსით თავს ესხმის. ის რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა, თანამედროვე ცხოვრებაში, ისევ შუაგულ ევროპაში პატრიოტულ გრძნობებს ამოფარებული ქართველი აქტივისტის მარი კაიშაურის მხრიდან გაცოცხლდა.
თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის. თქვენთვის ადგილია რუსეთში. იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს გამყიდველი. არა, ჩემო კარგო, ეს მთელი ემიგრაციის, მთელი ქართველების დასკვნა. ვაი, როგორ გეკადრებათ, ჩემო კარგებო? ეს თქვენი აზრი არის ალბათ. წინასწარ ჩასაფრებულ მოქალაქესა და მომარჯვებულ ტელეფონს დელეგაციის წევრები გამიზნულ პროვოკაციას უკავშირებენ. კანონმდებლები ნაციონალური მოძრაობის ხელწერასა და მათ აქტივიზმზე საუბრობენ. ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცმოძრაობის დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ უცვლელია. ესენი არიან სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლადაც იყო ზოგიერთ უბანზე და რა თქმა უნდა გაბრაზებულები არიან, რომ ეს არჩევნები წააგეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ, არც სახე უცვლიათ. მათი მცდელობა პროვოკაციის მოხდენის იყო კიდევ ერთი გამოხატულება. ფაშისტური პერფორმანსები პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის, ვინც ამ სცენარის თანაორგანიზატორია. რადიკალური ოპოზიცია კითხვას თავს არიდებს და ისრებს ისევ ქართული ოცნებისკენ იშვერს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე იყო ფიზიკური ანგარიშსწორება. ამ საქმეებთან დაკავშირებით რა სიტყვის უზურპატორი ხელისუფლება. წინასწარ ორგანიზებული ფაშისტური ქმედებები საქართველოში უნდა დასრულდეს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ პატრიოტულ გრძნობებს ამოფარებული მოქალაქეების ქმედებები ყოველგვარ საზღვრებს სცდება. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რა თქმა უნდა, არის კატეგორიულად მიუღებელი, არის ორგანიზებული ასეთი ქმედებები და ხელწერა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ქმედებას უნდა დაუპირისპირდეთ და პირველ რიგში საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს. ქართული ოცნებისთვის ერთ სცენარში განვითარებული თითოეული ეს დრამატურგია ერთი იდეოლოგიის ირგვლივ ბრუნავს. რადიკალებმა საზოგადოებამდე რამენაირად მიიტანონ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებული მესიჯბოქსი, რათა დაარწმუნონ იმაში, რომ ხელისუფლებას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. გეგმა, რომ თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული, ამას ის ციფრებიც ადასტურებს, რასაც არჩევნების შედეგები ჰქვია. ორგანიზატორები კი თავად ის ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიას უჭერენ მხარს. ეს არის ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომელიც საკუთარ ემოციურ არამდგრადობას ავლენენ ასეთ დროს, გამოვლინებას ახდენენ ხოლმე ასეთ სიტუაციაში. მთავარი პრობლემა არის შემდეგში, რომ ეს ძალადობა არის წაქეზებული, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, რომელიც შემდეგ ასეთ ადამიანებს ტაშს უკრავს და ესალმება ის, რომ ჩვენი დელეგაცია აუცილებლად საქართველოს ინტერესებს ბოლომდე დაიცავს, ამას ხელს ვერ შეუშლის და წინ ვერ აღუდგება რიგი რადიკალების ეს უსაქციელობა, რაც საზოგადოება მიხილავს. ისევ და ისევ იმ ბულინგის ენა, რომელიც გრძელდება მოსამშობლოების და მათი დამქაშების და მათი ესე ვთქვათ აქირავებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან, მე მინდა სახელი და გვარებით გადაამოწმოთ, ეს მეგონი ცოლქმარი არიან, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, კერძოდ ერთ-ერთი თუ არ ვცდები ჩერგოლიიშვილის დროიდან იქ მუშაობს და დამკვირვებელიც იყო თუ არ ვცდები ის ქალბატონი, რომელიც ესე უზრდელად, უხეშად გამოხატავს ვითომ აღშფოთებული მოქალაქის აზრს. არავითარი გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება, ეს არის ჩვეულებრივი შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის. ასეთი ტიპის თავდასხმები და ბულინგი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ან მათი ოჯახის წევრებზე აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი და ეს პრაქტიკაში განხორციელებული. უნიჭო პერფორმანსი, რომელიც ამჯერად სტრასბურგში განვითარდა, საზოგადოებას ბევრჯერ უნახავს. წარსული გამოცდილებით კი სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი ამ სცენარების უკან ყოველთვის ნაცმოძრაობა და მათი მხარდამჭერები დგანან. კონკრეტიკ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს უსვლელ მოკავშირედ და მხარდამჭერად რჩება. პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტის მყარი პოზიცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობა აღენიშნა ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებითაც. შალვა პაპუაშვილის და დელეგაციის ვიზიტის შესახებ მეტი ინფორმაციით მაკუნა აბულაძე ბუდაპეშტიდან.
საქართველოს მიზანი ცხადია, გეგმა უცვლელი. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. მთავარი გზავნილი, რომელსაც ქართული დელეგაცია ბუდაპეშტიდან თბილისში წამოიღებს, ასე ჟღერს. უნგრეთი რჩება საქართველოს მთავარ მხარდამჭერად ევროპისკენ მიმავალ გზაზე და მთავარ მოკავშირედ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირში წევრობა დაფუძნებული უნდა იყოს დამსახურებასა და მიღწევებზე. საქართველოს დამსახურებას კი ამ რთულ გზაზე ვიქტორ ორბანი კიდევ ერთხელ აღიარებს. ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე საქართველოს პირველმა კანონმდებელმა ასე შეაჯამა უნგრეთი. ეს არის კარგი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი. ქართულ-უნგრული გზავნილები ბუდაპეშტიდან, დეტალები ჩვენს მიერ მომზადებულ რეპორტაჟში. საერთო ღირებულებები და მიზნები. უნგრეთის საქართველოს უპირობო მხარდამჭერია და ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ვიქტორ ორბანმა ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარეს დაუდასტურა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შალვა პაპუაშვილის მთავრობის სასახლეში უმასპინძლა. მკაფიო არის გზავნილები ბუდაპეშტიდან. ვიქტორ ორბანის ქვეყანა ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს მთავარი მოკავშირეც იქნება და მისი ხმაც ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ქვეყნის პირველი კანონმდებლისთვის ახლა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის გათვალისწინებით მეგობარი და პარტნიორი უნგრეთის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იყო პირდაპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები. ჩვენ გვაქვს უნგრეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენს გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე იქნება მათი მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყოს სამართლიანი, დაფუძნებული ფაქტებზე, დაფუძნებული შედეგებზე, დაფუძნებული მიღწევებზე და არა სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების მცდელობებზე, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენონ ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. უნგრეთი როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ საკუთარი გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ საქართველოს გაუზიაროს. გამოწვევები, რომელიც ახლა ჩვენ ქვეყანას უდგას, უნგრეთისთვის დიდი ხანია ნაცნობია. შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულება ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა უკვე გააფორმეს. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია, რომლისთვისაც საკუთარი სუვერენიტეტი მთავარი ღირებულებაა. აღნიშნული შეთანხმება არის მეგობრობის, ერთობლივი თანამშრომლობისა და იმ საერთო მიზნების სიმბოლო, რომლის მიღწევასაც მომავალში ვგეგმავთ. საპარლამენტო დიპლომატიის გზით ჩვენ ვეცდებით უზრუნველყოთ ისეთი ხელსაწყოები და ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას, მის განვითარებასა და წინსვლას. სურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. მხარს დაუჭერთ საქართველოს განვითარებას და ამ ქვეყნის უფლებისადმი პატივისცემას, როგორც მისი ეროვნული სუვერენიტეტის, ისევე ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჯერა რომ მიუღებელია ნებისმიერი ზომა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ისახავს მიზნად. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის შალვა პაპუაშვილმა მადლობა უნგრელ კოლეგას საჯაროდ გადაუხადა. საქართველოს პირველი კანონმდებლის თქმით, მიზანი ცხადი, გეგმა კი უცვლელია. საქართველო აგრძელებს დიდი ევროპული ოჯახისკენ სვლას და ამ გზაზე პაპუაშვილის თქმით, ნამდვილი მეგობრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული ამ გეოპოლიტიკურად ტურბულენტურ დროებაში უნგრეთში ვიზიტის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც მსოფლიო არაერთი პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების წინაშე დგას. ისეთ მეგობრულ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი მხარდაჭერა, როგორებიცაა საქართველო და უნგრეთი, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ამჟამინდელ რთულ გარემოში. შეხვედრის დროს უნგრეთისადმი გამოვხატე უაღრესი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი მისი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამო. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნეების წინ იღებს სათავეს და ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს. შეხვედრის ასევე ვისაუბრე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს გეგმებზე და ხაზი გავუსვი საქართველოს ძალისხმევას, რომ შეასრულოს ასოცირების შეთანხმების 90% 2028 წლისთვის. აღნიშნული შეთანხმება არის მთავარი მგზამკვლევი ჩვენთვის, რომ გავაძლიეროთ სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან. განსაკუთრებით ვაფასებთ უნგრეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მიზნით გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსა და გაკეთებულ განცხადებას. მზად ვართ გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უახლოეს წლებში. ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, გამოწვევები, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და მისი როლი ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაცია ახალგზავნილებზე ამახვილებს ყურადღებას.
განვიხილეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, როგორც ორმხრივ ურთიერთობების, ასევე ზოგადად სოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ამერიკაში ახალი პრეზიდენტის მოსვლა, მისი პოლიტიკის გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე შავი ზღვის რეგიონზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი კორიდორის, ანუ დერეფნის, შუა დერეფნის საკითხები. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეხვიდა, რომ ის იქნება ჩვენი ძალიან აქტიური მხარდამჭერი, როგორც ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, ასევე ის ყოველთვის დაიცავს საქართველოს ინტერესებს. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ქართული დელეგაცია ხვალ უკვე უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდება. მუდმივი შანტაჟი, რომელსაც ეფექტი არ აქვს. ასე აფასებს მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სამწუხაროა, როდესაც ბრიუსელელი ჩინოვნიკები ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან. საუბარია კაია კალაზის განცხადებაზე, რომელმაც ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ თქვა, რომ საქართველოს დიპლომატებს უვიზო მიმოსვლა შეუჭერდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ჩვენ ასევე მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მათი მისიის მხარდასაჭერად. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი არ იყო ეფექტიანი. გასული 4 წლის განმავლობაში და ვერ იქნება ეფექტიანი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაწლებას. ჩვენთვის თავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე, ვიღაცა ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში თუ არ მოითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, შეგვიძლია ვიზიტაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ ვიზოდაც, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არსებითი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ ყველაც მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები. თუ ოჯახური ღირებულებები და ბანალური ჭეშმარიტება რო არსებობს ორი სქესი ვინმეს ხელს უშლის ბრიუსელში, არ ვიცი, იმედია ამერიკას არ გაუქმებენ უვიზო მიმოსვლას ამ მიზეზიდან გამომდინარე. ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ საბაბი, სინამდვილეში ამის უკან დგას პოლიტიკური დასჯის სურვილი საქართველოს მოსახლეობის იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაყვა ზოგიერთი ხელისუფლების, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის კამპანიას, რომელიც მათ გაჩაღებული ჰქონდათ საქართველოში მიტინგებზე გამოსვლით ქართული ოცნების წინააღმდეგ, არის აბსოლუტურად არაფრის მოქმედი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომელიც სიმბოლურია თავისი დატვირთვით. დემოკრატიის უკურსვაზე როა საუბარი, ხა თითქოს შეჩერება მოხდა დემოკრატიის უკურსვის გამო. ხო 2010 წელს მიიღეს ეს გადაწყვეტილება. გავიხსენოთ რა ხდებოდა 2010 წელს. ეს არის პერიოდი, როდესაც გირგულიანის მკვლელობა უკვე მომხდარია, როდესაც იმედი უკვე დახურულია, როდესაც რუსთავი თუ სხვა ტელევიზიები უკვე მისაკუთრებული აქვთ, როდესაც ბიზნესის რეკეტი მიდის. აი ამ წელში ევროკავშირმა სააკაშვილის ჩინოვნიკებს უვიზო მიმოსვლა მისცა 2010 წელს. და ეხლა ეს ჩინოვნიკები ჩვენ გვეუბნებიან დემოკრატიასთან დაკავშირებით პრეტენზიებს აყენებენ. საერთაშორისო შეთანხმება არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, მისი დარღვევა არის საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა. ამიტომ ნახოთ ზუსტად რა საფუძველი და мотиваციები აქვს მოცემული, ზეპირი განცხადებებით რაც არის, ეს ჩვეულებრივი ცინიზმი და ფარისეულობა. ეს არის ტექნიკური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, დავაკვირდებით რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და მეორე მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უფრო დიდ სურათში ევროკავშირთან ურთიერთობები და ამ ურთიერთობებში, როდესაც ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეტყვის იმას, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ძალიან მოკლებულია ეს ჯერ ერთი რაიმე საფუძველს და მოკლებულია იმ მიზანს, რომ ევროკავშირის მხრიდან ჩვენ დავინახოთ მგზავრობა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღების. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. როგორც ჩალვა პაპუაშვილმა თქვა, ის ბიუროკრატები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ასცდნენ, დროა ჩამოყალიბდნენ, იზიარებენ თუ არა საერთო ევროპულ ღირებულებებს.
ჩვენი მოლოდინები და მოთხოვნები გვაქვს ევროკავშირის მიმართ. გვინდა ჩვენ თავაწეული ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, თუ გვინდა ჩვენ რომ ზოგიერთმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ აქ მოინდომოს საქართველოს მიმართ საბჭოთა მოსკოვის როლის ასე ვთქვათ ჩანაცვლება. სამწუხაროდ ზუსტად ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არიან, ცდილობენ რომ ევროკავშირი გადააქციოს საბჭოთა კავშირად და ის რასაც როგორც იქცეოდა მოსკოვი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, ასეთ დამოკიდებულება საჩვენებენ ისინი არა მხოლოდ წევრი ქვეყნების მიმართ, მათ შორის წევრი ქვეყნებსაც ისე გამოირჩევიან განსაკუთრებით ის პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ქართულ ხალხს არ მიუწია უფლება არც ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის და არც ბრიუსელისთვის არ მიუწია უფლება არც ასოცირების შეთანხმებით, რომ ჩაერიოს მის შიდა საქმეებში. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ის ბიუროკრატები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც აცდნენ ევროპულ ღირებულებებს, დაუბრუნდებიან ჩვენ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ყველა უნდა ჩამოყალიბდეს ან იზიარებენ ჩვენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და დაუბრუნდნენ საერთო ჯამში ამ საერთო ღირებულებებს. სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო პრესას საქართველოს წინააღმდეგ მორიგი გზავნილი მისცა. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ისევ პრეზიდენტობას იჩემებს და თავს ხალხის სახელით საუბრის უფლებას აძლევს, ამერიკაში ტრამპის ინაუგურაციისთვის ხვის მიწვევით ჩაფრინდა და ისეთი განცხადებები გაავრცელა, რომელსაც ახლა მისი მოკავშირე ქართული ოპოზიციაც ვერ უგებს ლოგიკას. რას ნიშნავს მაგალითად ამერიკისთვის საქართველოს სათამაშო მოედნად შეთავაზება? მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. ზურაბიშვილის გზავნილი არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და საამისოდ საქართველოს როგორც სათამაშო მოედანი გამოიყენოს. სალომე ზურაბიშვილის ამერიკული ვოიაჟი სკანდალით დასრულდა. ვაშინგტონში ამერიკული გამოცემა ჰილისთვის მიცემული ინტერვიუ ზურაბიშვილს ძვირად დაუჯდა. ირკვევა, რომ ზურაბიშვილმა შტატებს საკუთარი ქვეყნის სათამაშო მოედნად გამოყენება შესთავაზა. მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატმა ჟურნალისტ ლაურა კელის მოუყვა, რომ სკანდალური მოთხოვნით დონალდ ტრამპს მაშინ მიმართა, როდესაც ის პარიზში ემანუელ მაკრონის წყალობით ღვთისმშობლის ტაძრის გახსნით ღონისძიებაზე აღმოჩნდა. ქართული ოპოზიცია ლიდერი შტატებისგან ითხოვს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის საქართველოს პოლიტიკური იარაღად და სათამაშო მოედნად აქციოს. მას როგორც ხა მაკენის ინსტიტუტში დასაქმებულ ადამიანს ეს სასაუბრო უკვე სრიფსულად აქვს ათვისებული. გახსოვთ ხალბატონობა თორთონი წუხდა, რომ საქართველოში რაღაც სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს და ეს არის ზუსტად მათი გეგმა საბოლოო ჯამში. მეორე უკრაინა. ეს არის საითქენაც უნდა თუ გააქანოთ საქართველოს. ხედავთ, რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს, რომელიღაცა პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ კონდეთ კიდე ერთი ცხელი კერა და საქართველოს აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში. ოფიციალური თბილისისთვის ზურაბიშვილი დამსაქმებლის სურვილებსა და მიზნებზე უკვე ღიად ალაპარაკდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მეორე უკრაინის მსურველებს საქართველოს პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა არ გამოუვათ. ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას პრემიერ-მინისტრი მაკკეინის ინსტიტუტის დავალებით ხსნის. ეს არის მაკეინის ინსტიტუტის აქვე სტიპენდიანტი, მის კომენტარებს არავითარი ფასი აღარ აქვს, შესაბამისად კომენტარის გაკეთებაც არ მინდა მასთან დაკავშირებით. სტატიის ავტორი ზურაბიშვილის ციტატას საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენებას იქვე განმარტებას ურთავს. მკითხველს ახსენებს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა და ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებული აქვს. ზურაბიშვილის მძიმე განცხადების განმარტებასა და ნიკა გვარამიამ, თუმცა მისი დაცვა მასაც კი გაუჭირდა. საქართველოს ფაქტორი, რომ რუსეთზე ზეწოლად გამოიყენოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ანუ საქართველოს გამოგლიჯოს რუსეთს და ამით დაიწყოს ახალმა ადმინისტრაციამ თავისი ურთიერთობა რუსეთთან, ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ პირიქით. ძალიან კარგი იქნება ეს, ოღონდ ეს არაფრით არა, ამას არ ქვია სათამაშო მოედანი. არა, განამდვილებით ეს ტერმინი ჩემთვის ამ კონტექსტში გაუგებარია. სახელისუფლებო გუნდისთვის ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურა, რომ მოკავშირე ოპოზიციასთან და უცხოელ მეგობრებთან ერთად ბოლო რამდენიმე წელია ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ.
ამით ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მას და მისი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით ოპოზიციას სურდა, რომ საქართველოს გადაექციათ პოლიგონად რუსეთსა და დასავლეთ შორის დაპირისპირების პოლიგონად და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საერთოდ არანაირი, ასე ვთქვათ, პატრიოტული და არანაირი ეროვნული მოტივები არ ამოძრავებდა არც შარშან და შარშან წინ და არ ამოძრავებს არც დღეს. ძალიან ძიმე განცხადება არის, იმიტომ რომ ანუ ფაქტიურად ის რასაც ჩვენ ვამბობდით, ჩვენ რომ მათ ასე ვთქვათ პოლიტიკას და მათ შეხედულების მიხედვით გვემოქმედა უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში საქართველოში მოხდებოდა ის რაც ხდება დღეს სამწუხაროდ უკრაინაში. ყველა მისი განცხადება, რასაც მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე ჩვენ ვაკვირდებით, ხო, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაკნინებას და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვას. ძალიან ასე ვთქვათ, არასასურველი წინადადებებით ჩაიწერება ამ ქალბატონის მოღვაწეობა საქართველოს ისტორიაში. ჰილმა ზურაბიშვილთან ინტერვიუ 26 იანვარს გამოაქვეყნა. სტატიაში სახელწოდებით საქართველოს ლიდერი ტრამპის ძლიერ ამერიკას მოუწოდებს რუსეთს უკან დაახევინოს. ირკვევა, რომ ზურაბიშვილი რუსეთსა და ამერიკას შორის პოლიტიკაში საკუთარ ქვეყანას სათამაშო მოედნად ხედავს. ზურაბიშვილის ქმედებები გააკრიტიკა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მელფე იაკობმა. ისიც აღნიშნა, რომ გამართლება არავის აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. არა ქართველი იყო, ჩამოვიდა წმინდანინო და ქართველებზე ქართველი გახდა. შენ როდესაც გვარით ეხლა ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამაყად უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? უფროს თაობაზეც მინდა გადავიდე. როცა ეკითხებოდი რამდენი სქესია, სანამ ბატონი ტრამპი არ მოვიდა პრეზიდენტად, იმათვის უამრავი სქესი დაისება. მოვიდა და ნელ-ნელა დაიწყეს რომ თურმე კაცი და მამაკაცი და დედაკაცი ყოფილა. იმედი მაქვს რომ ამერიკის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართულ ხალხთან. რას აკეთებს ამ დროს ქართული ოპოზიცია? გიორგი ვაშაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ ძველი იდეით და როგორც მალევე გაირკვეთ ყუილითაც გამოჩნდა. გვარამიას ახალისთვის ფრონტის ხაზი ახლა ქვეყნის გარეთ გადის. ტრადიციად ქცეული ოპოზიციური დაბნეულობა მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ მათ შემსრულებლებად წარმოაჩენს და არაპოლიტიკის რეალურ აქტორებად. ნინო არღლიანის სიუჟეტი. ოპოზიციური პარტიების უვადო შვებულებას გიორგი ვაშაძე არღვევს. არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ზუსტად სამი თვე იფიქრა, რომ საზოგადოებისთვის ძველი იდეა შეეთავაზებინა. ვაშაძეს ისევ საერთო პოლიტიკური პლატფორმის შექმნა უნდა. ის რაც ერთხელ არ გამოუვიდა, სამსჯელოდ მეორედ გამოაქვს. სხვა ალტერნატივა და გარდა დიდი ერთობისა არ არის, ეს დააჩქარებს პოლიტიკურ პროცესს, რომ ქუჩაში არსებული პროტესტის სწრაფად მივიყვანოთ შედეგამდე. მე მქონდა კიდეც ყველა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან საუბარი. ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რის დეტალებით ზუსტად არ ვიცი. ვაშაძის ტყუილმა რამდენიმე წუთი გაძლო. ნიკა გვარამიამ იდეის გარშემო კონსულტაციები უარყო. თავად მისი კოალიციის მთავარი გეგმა ხელისუფლების არაღიარებაა, ანუ მუშაობენ ბევრს ქვეყნის გარეთ, ცოტას ქვეყნის შიგნით. ოპოზიცია მონაწილეობს აქციებში როგორც მოქალაქეები, იმიტომ რომ ეს არის მოქალაქეების აქცია, უფრო მეტი არის თუ არა ოპოზიციის მიერ გასაკეთებელი, თუ ეს შეკითხვა ჟღერს, მე ვიზიარებ დამოკიდებულებას, რომ დიახ, უფრო მეტია გასაკეთებელი დანამდვილებით, მაგრამ თავარი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის საერთაშორისო კონტაქტების გამოყენება ბოლომდე, რომ ეს რეჟიმი არ იქნეს აღიარებული. ოპოზიციის ერთადერთი გეგმა თვითლიკვიდაციაა. ასიაფასებს პარტიების უიმედო მდგომარეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დემოკრატიული პროცესებისთვის რადიკალური პარტიების გაუქმება მნიშვნელოვანია და ქვეყანა სწორედ ამ გზას ადგას. ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა. რეალურად იმ ქმედებებით, რასაც ისინი ახორციელებენ არჩევნების შემდეგ, ისინი ახორციელებენ თვითლიკვიდაციას თვითონვე უსუსტებენ კიდევ უფრო მეტად საკუთარ პოზიციებს. შესაბამისად ეს არის კარგი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად
განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ ოპოზიციამ გეგმაც დაივიწყა და არჩევნებით საპარლამენტო პარტიები ამბობენ, რომ გარე დავალებების შემსრულებლები ახლაც დავალებებს ქვეყნის გარედან ელიან. დღეს ხედავთ კიდევაც რომ არსებობენ საერთოდ არაფერზე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა მათი არგუმენტი უპირველეს ყოვლისა გააბათილა ეუთოოდირის დასკვნამ. 2020 წელი მეორდება ფაქტობრივად, ზუსტად იგივე რამე ხდება, მაშინაც ყალბი ბრალდებები, ერთადერთი სხვაობა არის მხოლოდ 20 და 24 წელს შორის, მაშინ ზოგიერთი უცხოური აქტორი იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების ზურგს უკან. დღეს ახლა ისინი პირდაპირ ჩანან. მათი გეგმა იყო ერთადერთი რევოლუცია მოეხდინათ. რატო? იმიტომ რომ მეორე ფრონტი გაიხსნათ. ეს იყო მთავარი ამათი ამოსავალი წერტილი. მთავარი დაკვეთა, რაც თავისი პატრონებისგან მიიღეს და ეხლა დარბიან ეხლა იმდენი შნოც არ აქვს, რომ გავიდნენ და იქ დადგნენ ხალხთან. და იმასთან არა, ვინ დადგება ეხლა ვაშაძე დაცვით დადის. ის რა ქვია მეორე კიდე დანარჩენები დაცვით ბოლოს როდის გამოჩნდნენ მიტინგებიდან ვერა არ იკარებენ იმიტომ რომ იციან რასაც წარმოადგენენ წარმოიდგინეთ რომ შეთანხმება უნდა მოხდეს როგორ დააქციონ საქართველოს ну ამაზე ზოგი იტყვის რომ ფეხი დაუდოთ ზოგი იტყვის რომ ტყვია ავესროლოთ ზოგი იტყვის რომ გავაშაოთ უცხოეთში და ასე შემდგომ ამაზეც კი ვერ თანხმდებიან არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა გეგმის გასაჯაროება ბევრჯერ დაანონსეს არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ ოპოზიცია ისევ ფიქრობს სოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ახლა საქართველოს დროშის ფერებშია განათებული ეს გახლავთ კადრი დუბაიდან გაერთიანებული საამიროებიდან არაბეთის სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთდღიანი ვიზიტი უკვე დაასრულა და დაასრულა უმსხვილესი ფინანსური შეთანხმებით საინვესტიციო პროექტი ჯამური ღირებულებით 6 მილიარდი დოლარი რომელსაც განახორციელებს მსოფლიოში ცნობილი კომპანია MR ჯგუფი სწორედ MR ჯგუფის ქმნილებაა ბურჯ ხალიფაც და მას აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოში უნიკალური ნაგებობები და ნამუშევრები მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რაც შეეხება თბილისში პარლამენტთან არსებულ ვითარებას, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები დღესაც შეიკრიბნენ ჩვენ ამას დაუბრუნდებით მანამდე სპეციალური პენიტენციური სამსახური ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებული მზია ამაღლობელი უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ამაღლობელი მისივე ინტერესებიდან გამომდინარე ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში იმყოფება. ის ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმაც მოინახულა, რომელიც ლევან იოსელიანის განცხადებით ექიმია. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებულ ინფორმაციას. თითქოს ბრალდებული მუას ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური. ქსურს საზოგადოებას განუმარტოთ, რომ ბრალდებული მუა უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. ბრალდებული მუა იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე ბრალდებული მისივე ინტერესებიდან გამომდინარე მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია. მოუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედია საშუალებებს, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არიღებს 12 იანვრიდან. პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუწევს. რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას მოპყრობას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი. უტარდება კვლევები. ექიმი დღეში 3-ჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად რა თქმა უნდა იღებენ ინფორმაციას. საპროტესტო აქციას რაც შეეხება პარლამენტის წინ მოქალაქეთა ნაწილი დღესაც შეიკრიბა რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის ასე გამოიყურება საავტომობილო მოძრაობა არ არის შეფერხებული ვინაიდან გზის სავალ ნაწილზე მომდინგები არ იმყოფებიან.
პაპილომავირუსის ვაქცინის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს ჯანდაცვის სამინისტროს და სფეროს წარმომადგენლებმა შეხვედრა საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების კვირეულის ფარგლებში შედგა. დაავადების შემთხვევათა თითქმის 95% სწორედ ამ ვირუსს უკავშირდება. ვაკო მეზურნიშვილის რეპორტაჟი. დიანა ნარსია ერთ-ერთია, ვინც პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის ადრეული დიაგნოსტიკითა და უფასო სკრინინგითაც სარგებლობდა, დღეს კი საბოლოოდ დაიზღვია თავი დიაგნოზისგან. იდეალურ საშუალებად განვიხილა, რაც მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება შეძლების დაგვარად დავიცვა თავი მომავალში საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ვაქცინა გარდასილი 9 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული, რომელიც სხეულს ვირუსის 9 შტამის განიცავს და თუ აქამდე ერთი ვაქცინის ღირებულება 900 ლარამდე აღწევდა, დღეს ის საქართველოში უკვე სრულად უფასოა. 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრების კურსი ორდოზიანია. 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში კი კურსი სამჯერადად ტარდება. გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხრიდან, როგორც უფასო დაცრის შესაძლებლობა. ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებულად პრიორიტეტული მიმართულება, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად დაზღვევა ადამიანების ჯანმრთელობის, ადამიანის სიცოცხლის, რაც მეტად იქნება გავრცელებული ეს აცრა, რადიკალურად არსებობს რესურსი, რომ შემცირდეს თვითონ ამ დაავადების გავრცელება. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია 10-დან 12 წლამდე გოგონებსა და ბიჭებშიც ტარდება. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებითი ღონისძიების სახით ვაქცინაცია ასევე ტარდება 13-დან 45 წლამდე და 13-დან 26 წლამდე ადამიანებში. ვაქცინაცია თითქმის 100%-ით იცავს ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისაგან, ასევე სხვა ლოკალიზაციის კიბოების განვითარებისაგან, რომელიც პაპილომავირუსთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, ეს არის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა. კიბოს სკრინინგით მთელ მსოფლიოში მიღწეულია კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მკვეთრი შემცირება. ზუსტად იგივე ემსახურება საქართველოში კიბოს სკრინინგი და არის გარკვეული წარმატებები, თუმცა არის ერთი დიდი პრობლემა, რაც იგივე გზა გაიარა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ. მოსახლეობა ისეთი აქტიურობით არ ერთვება კიბოს სკრინინგში, როგორციც საჭიროა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში და შემთხვევათა 95%-ზე მეტი სწორედ ადამიანის პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად 2020 წელს ჯანმოსწორ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ პროგრამა, რომლის მიზანია საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროცესის დაჩქარება. საქართველოში მოქმედებს დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო და დაავადებათა სკრინინგის მუნიციპალური პროგრამები, რომელიც უფასოა და ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი. ქართულ ღვინოზე მზარდი მოთხოვნა და ექსპორტით მიღებული შემოსავლები ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაზრის დივერსიფიცირებისთვის პროდუქტის პოპულარიზაციაზე უფრო დიდი ფინანსებით იზრუნებს. შერჩეულია უკვე სამიზნო აუდიტორიაც და ის ღონისძიებებით, სადაც ტრადიციული ქართული ალკოჰოლური სასმელი სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. გივი კუჭავას რეპორტაჟი. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება. გაზრდილი ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და გასული წლის ბიუჯეტს 1.4 მილიონი ლარით აღემატება. უახლოეს პერიოდში ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში, მსოფლიოში ცნობილ ღონისძიებებზე იქნება გამოფენილი. უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ღვინის ეროვნულ სააგენტოს და მათ საერთაშორისო კონტრაქტორებს საშუალება ექნებათ ქართული ღვინის მარკეტინგული აქტივობები გაზარდოს. რჩება პრიორიტეტულ ქვეყნებად ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ბალტიისპირა ქვეყნები, გერმანია. ღვინის ეროვნული სააგენტო წელს კვლავაც გააგრძელებს ბუნებრივია საერთაშორისო ბაზრებზე დივერსიფიცირების პოლიტიკას და გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში რამოდენიმე მნიშვნელოვან ახალ საერთაშორისო გამოფენაში და ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში ქართულ ღვინოს პირველად წარადგენენ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სადაც ქართული ღვინის სპეციალური პრეზენტაცია გაიმართება. ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღონისძიებებია დაგეგმილი ევროპის მასშტაბით. ღვინის კომპანიები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტრო კონგრესში Madrid Fusion 2025-ში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია და სემინარიც გაიმართება. მოეწყობა ქართული სტენდიც.
2025 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ჩვენი მეღვინეობისთვის. მივამგზავრებით მადრიდში იანვრის თვეში Madrid Fusion-ის გამოფენაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასტრონომიული გამოფენა არის მსოფლიოში. წელს აგრეთვე დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები აზიასა და ამერიკაში, რადგან ჩვენი მეღვინეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ბაზრების დივერსიფიკაცია. ქართული ღვინო წელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. თებერვლის დასაწყისში ქართველი მეღვინეები პარიზში გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენაში რო ვაინ და ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Wine Expo პარიზში იქნებიან წარმოდგენილი, რაც ქართული ღვინის ცნობადობას უფრო მეტად გაზრდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისათვის. ასევე არის კარგი შესაძლებლობა რომ მოვიზიოთ ახალი პარტნიორები და შესაბამისად მოვახდინოთ ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული ექსპორტის ყველა მიმართულებით და სტაბილურად ვიზიდებით. ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან წელს მიღებული შემოსავლები რეკორდულია. ღვინის პოპულარიზაციის პროგრამა მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ისრაელის საელჩომ და საქართველოს პარლამენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გაემართეს. ცერემონია წუთიერი დუმილით დაიწყო. ჰოლოკოსტის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მარიამ ბუღაძის სიუჟეტი. სიმბოლურად 6 სანთელი იმ 6 მილიონი ებრაელის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ნაცისტურ სისასტიკეს შეეძებნენ. ტრაგიკული ისტორიული მოვლენა დღეს საქართველოშიც გაიხსენეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის მსხვერპლები, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არასდროს კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი სისასტიკე არ გამოიკვეთოს. დღევანდელ ეპოქაში მე მინდა ვთქვა, რომ ყველა ორგანიზაცია და პირი, რომელიც მომხრე არის ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისა და მისი დამარცხებისა, პრაქტიკულად აგრძელებს გერმანელი ნაცისტების საქმეს და კაცობრიობა ამას არ უნდა შეეგუოს. ჰოლოკოსტი კაცობრიობისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, ასეთია ისრაელის ელჩის გზავნილი. ჰადას მეიცადმა არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ მსოფლიოში ანტისემიტური სტერეოტიპები მზარდია. წელს ხედავთ, რომ ანტისემიტიზმი გლობალურად შემაშფოთებელ სიმაღლეებს აღწევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ განათლებაში ამ ყოველივესთან საბრძოლველად. ჰოლოკოსტი არა მხოლოდ ებრაელებისთვის, არამედ კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ, რომ აღარასოდეს აღმოჩნდეთ ასეთ სიტუაციაში. სოფლიო ისტორიის უმძიმეს თარიღს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე წერს, რომ მსოფლიოს სიძულვილსა და ანტისემიტიზმს უნდა ებრძოლოს. დღეს ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს პატივს მივაგებთ მილიონობით ებრაელი მსხვერპლის ხსოვნას, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მიერ იქნენ მოკლული. დაუშვებელია დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედიები აღარასდროს განმეორდეს. ცნობიერების ამაღლების მიზნით წელს პირველად ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელოვნებო კონკურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 250-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ ჰოლოკოსტის თემაზე სხვადასხვა ნამუშევრები შექმნა. სკოლის უმთავრესი მისია და მიზანი არის ის, რომ აღზარდოს ტოლერანტი და ემპათიური მოსწავლები. ნაცისტურმა ხელისუფლებამ მის მოკავშირეებთან ერთად 1933 წლიდან 1945 წლამდე 6 მილიონი ებრაელის გენოციდი მოაწყო. გაი რომ 2005 წელს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ 27 იანვარი გამოაცხადა. სწორედ ის დღე, როცა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკებიდან ტყვეები გაათავისუფლეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა დაუსაბუთებელი განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ და დაუმსახურებელი ბრალდებები ქვეყნის მისამართით. ეს არის ერთ-ერთი გზავნილი ვიცე-სპიკერის მხრიდან.
გაყალბებაზე ვერ იქნება საუბარი. გაყალბება ვერ იქნება, როდესაც კენჭისყრა ხდება ელექტრონული ტექნოლოგიით. აღნიშნული ტექნოლოგიები დამონტაჟდა დასავლური კომპანიის მიერ. სწორედ დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა კომპანიამ დაგვიდესტურა, რომ გაყალბება ამ ტექნოლოგიის დამსახურებით შეუძლებელი იყო. თუ კი ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ხარვეს, აღსანიშნავია, რომ მოკვლევა მხოლოდ 8 შემთხვევაში დაიწყო. ასე რომ რასთან გვაქვს საქმე? ფაქტია, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები. 2022 წლიდან ხრჩება შთაბეჭდილება საქართველოში და მხოლოდ მე არ მაქვს ეს მოსაზრება, რომ ხალხი ცდილობს საქართველოს დასაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჩვენს ქვეყანას პრორუსულს ეძახიან და ცდილობენ კარი მიგვიხურონ. ნაცვლად დიალოგის გაგრძელებისა. ევროკავშირმა უკვე მიიღო 2022 წელს ჩვენს წინააღმდეგ სადამსჯელო პოზიცია. მათ კარი გაუღეს უკრაინას იმის საფუძველზე, რომ იქ ომი მიმდინარეობდა. ჩვენ კი ოფიციალური დასაფუთება არ მიგვიღია და არც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაუხსნიათ ჩვენთან. შესაბამისად, აბსოლუტური სიცრუეა იმის თქმა, რომ ეს მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა, რადგან ეს მოლაპარაკებები არც კი არსებობდა. ჩვენ საქართველოში გვსურს საიმედო სიტუაცია, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგს ვითხოვთ, თუმცა ამ მხრივ დისკუსიები არ ყოფილა. დღეს ყველა სიახლეს გადაცემით ვებგვერდზე იმედი ნიუს წერტილი ჯინა ხომის.